მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. მე თქვენ დავიწყე წარმოდგენა იმ დოკუმენტური მასალისა, სადაც არის აღწერილი ის ფინანსური მაქინაციები, რომელსაც ეწეოდა ხუნტა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდგომ. ეს აღმაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც ჩემთვის აღმაშფოთებელია და სხვისთვის არ ვიცი როგორი აღსაქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა, რომელიც გაიგებს ყოველივე ამას და შეიტყობს, თავისთავად ცხადია, რომ ისედაც ცხადია მათთვის, რომ რაც ხდებოდა საქართველოში, მაგრამ ეს არის ის დოკუმენტური მასალა, რომელზეც ხალხმა იზრუნვა თავად მოგვაწოდეს და ამის გამო, ესე იგი, უფრო ნათელ ყვეს საქართველოში მიმდინარე იმ ფინანსური მაქინაციების გამომჟღავნების პროცესები, რომელიც მიზნად ისახავს, რომ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ სრულად მსოფლიომ გაიგოს თუ რა ხდებოდა საქართველოში იმ ბანდების შემოყვანით, რომელსაც დაეხმარა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების და ზოგიერთი სახელმწიფო, მე ყოველს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რამოდენიმე სახელმწიფო სულ და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მამა ბუში. ნახოთ ახლა რატომ ეხმარებოდნენ, რისთვის ეხმარებოდნენ, ჩემთვის ცნობილია კი გასაგებია, რომ ტერიტორია არის საინტერესო, გეოპოლიტიკურად ძალიან მიმზიდველია საქართველო, მაგრამ საქართველო რო გასანადგურებელი სახელმწიფო არ არის, ეს ნამდვილად ყველასათვის ცნობილია. თუ შენ ამ სახელმწიფოს განადგურება გინდა და ამისთვის შემოდიხარ, მაშინ რაღა აზრი აქვს ჩვენს უშთიერ თანამშრომლობას, ამიტომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა, რომელსაც მე ეხლა გაცნობ თქვენ, იმეც გამოვთქვა, რომ მსოფლიო ბანკი, რომელიც ჩართული იყო და ამერიკის შეერთებული შტატების დავალების გარეშე, იგი არაცერთ ოპერაციას არასრულებდა ასეთვე აქ იყო გაეროს ბანკი, აქ იყო გაეროს დაფინანსება მთლიანად, აქ იყო ევრობანკი მონაწილეობდა, აქ ბევრი, ესე იგი, მსოფლიოში არსებული ბევრი შეძლებული ფინანსური კომპანიები, ბანკები მონაწილეობდნენ, მაგრამ ვისთვის და რატომ ეს უკვე გასარკვევია და ამიტომ მეც მოდით თქვენთან ერთად ყველაფერი გავარკვიოთ, იმიტომ რომ ნათელყოთ ყოველივე ის, რაც ხდებოდა საქართველოში. სად მიდიოდა ყოველივე ეს თანხები? საბოლოო ჯამში ხო არ მოხდება ისე, რომ იმ ხალხმა, რომელთაც აი ეს ფინანსური მაქინაციები ჩაატარეს და გადატვირთეს შემდეგ იგი უცხოეთში, სხვადასხვა ანგარიშებზე და მათ ეს თანხები აქვთ თავიანთი შვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის და ასეთვე მომავალი თაობისთვის, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად არისურვებს იმას, რომ ყოველივე ეს დარჩეს იმ პიროვნებებს, რომელებაც აი ასეთი მაქინაციებით საქართველო დაამხეს და შემდეგ გაძარცვეს და თავისთავად კიდევ საქართველოს ემატება ის დიდი ვალები, რომელიც აქვს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების ბანკებისგან აღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რა თუ გნებავთ, ვითანამშრომლოთ, მოგაწვით იმ დოკუმენტურ მასალას, რომელთაც თქვენ დაინტერესდებით. ეხლა ყველაფერი რასაკვირველი არ შეგვიძლია მოგაწოდოთ, მაგრამ ფაქტობრივად ეს იგი, რასაც მე ეხლა გასნობთ, ამის ქსეროასლებს თვითონ იმ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, რომელთაც ეს მოგვაწოდეს, გადმოგცემთ ქსეროასლებს და შემდეგ უნდა შეუდგეთ იმის გამოძიებას, საწავი და სად დაიხარჯა, რატომ ითხოვდნენ თქვენგან კრედიტებს, რატომ ითხოვდნენ თქვენგან იმ საშინელი ინვესტიციების ჩადებას, რომელმაც სამუდამოდ დააკაბალა საქართველოს მოქალაქეები და სამუდამოდ გამოუვალ ვალში ჩაგზირა ისე, რომ ჩვენგან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით მოეკიდოთ აი ამ საკითხს და აქედან გამომდინარე ყველა პიროვნება, არა მხოლოდ აქ რომლებიც ფიგურირებენ ამ ოპერაციებში, არამედ ამ ოპერაციას ვინც ხელმძღვანელობს, ვის ხელშიც უშუალოდ გადადიოდა ეს, ისინი მათი გვარები ხომ აქ არ არის მითითებული, აქ არის სულ რაღაც 1 საათიანი ფირმები, 1 საათიანი რაღაც შეპესეები, რომელიც მერე უკვე ქრება და იკარგება და შემოდის სხვა და აი ეს ფინანსური აფიორა, რომელსაც ასე უწოდებს ყველა და მეც არ შემიძლია სხვანაირად ვახსენო ეს. ამით მე მგონი თქვენ უნდა დაინტერესდეთ, იმიტომ რომ ისეთ სახელმწიფოსთან, როგორც საქართველოა, მე მგონი თანამშრომლობა არავის არ უნდა აწყობდეს იქ, სადაც თავისი ქვეყნის და
ერის წინაშე, თავისი მოსახლეობის წინაშე ამ საშინელებას ჩადის იმ ყველა საშინელებებთან ერთად, რაც მან ჩაიდინა, მე გულისხმობ ამაში, მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას, უკანონო დაპატიმრებებს, მათ გაძარცვას, მათ დაყაჩაღებას, მათი სახლების გადაწვას, მათი ოჯახის წევრების გადაკარგვას და აი ასე შემდეგ და გაძევება საერთოდ ეს ყველაზე კარგი ვარიანტი არის გაძევება საქართველოს ტერიტორიიდან ამას ემატება აი ეს რაღაც საშინელი დანაშაულებრივი ქმედება რომელშიც თავად უნდა დაინტერესდეს მსოფლიო საზოგადოება და ის იმ პროფესიის ხალხი, რომლებიც უშუალო კავშირში არიან საქართველოს ფინანსურ წრეებთან და აქედან უნდა დაიწყოს ამოღება იმ პიროვნებებისგან, იმ თანხებისა, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ზურგზე არ უნდა იყოს დამოკლეს מחვილივით, იმიტომ რომ ყველა ჩვენ გაძარცულ გაღატაკებულები ვართ და არიან მილიარდერები, რომლებიც ძალიან კარგად იცით თქვენ მსოფლიოს ყველა ხუთივე კონტინენტზე ყველგან გახსნილი აქვს ანგარიშები შვილების, შვილიშვილების თუ ბებიების თუ ბაბუების გვარზე და ამის გამო ისინი ინარჩუნებენ იმ ფინანსურ უპირატესობას, რომელიც შემდეგ შესაძლებლობას აძლევს, რომ აქ მოიმაგრონ ფეხი და თავისთავად მოახდინონ მათ აი ის ტერორისტული და ფაშისტური რეჟიმი გაიხანგრდივოთ, რომელიც არის დღეს საქართველოში. მოდით გავაგრძელოთ კიდევ ამ დოკუმენტების მიმოხილვა. მე შევეცდები, რომ რაც შეიძლება ძალიან მოკლე დროში ისეთი ამომწურავად ყოველ შემთხვევაში ყოველ გასაგებად და ხელმისაწვდომი გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელიც ამას გაეცნობა, რომ მოისმენს და შემდეგ უკვე დასკვნები თქვენზეა და ჩვენთან ერთად ალბათ იზრუნებთ იმისათვის, რომ ყოველივე ეს დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოდიოდა. ვინც აი ამ აფერაში იყო გარეული, ეს დაწყებული შევარდნაძიდან დამთავრებული ნებისმიერ დღევანდელ დღეს, ვისაც ხელს დაადებთ, ვინც მათთან თანამშრომლობს. ვაგრძელებთ, ესე იგი, ჩვენ აქ არის მისამართზე საუბარი, აქ არის სალაროს 5 დღიანი ანგარიში, დრო, ისევ კოოპერაციული ბანკი 23-99-14 დოკუმენტის ნომერი 01-241 5დღიური ანგარიში 6 სექტემბერი 94 457.500, 479.475, 67.35.860, 338.886, 5.704.125, 8.918.660, 11.480 და შემდგომ საბოლოოდ 80.099.900 ნონიაშვილი კვანტალიანი. ესე იგი ფირმა გვირილას წინა საგარანტიო წერილი ბანკი დრო თანახმა გასცეს გარანტია შეპესე ფირმა გვირილას იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ გამოყოფილი იქნება კრედიტი $200,000 ფარგლებში. წინა საგარანტიო წერილის ვადა 3 დღე გაცემის დღიდან ნონიაშვილი აწერს ხეს დირექტორი. ეს არის დოკუმენტის ნომერი გახლავთ 01-240 და დათარიღებულია 23.09.94. შემდეგი მე თქვენ წაგიკითხავთ ახლა რომ ესე იგი რაღაც შემოდის უკვე ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დიკე. საიდან იგონებენ ამ უბედურებებს არ ვიცით, მაგრამ ვინმე მალხაზ გიორგაძე, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ბატონ მალხაზ გიორგაძეს. ამასთან ერთად ვადგენთ ერთი პირის საწარმო განთიადი 92-ზე ჩვენს მიერ გაცემულ საგარანტიო წერილს გთხოვთ გაგვიტაროთ რეგისტრაციაში. რასაკვირველია, მას უნდა
მათ კი არა ეს არავით არის დიკე და არავით არის ეს სისულელი არ არსებობს განთიადი და ბნელეთი და უკუნეთი ნამდვილად არის საქართველოში და განთიადამდე ბევრი უკლა მით უმეტეს განთიადი 92 აქ ერთ დღეში ქმნიან მეორე წუთში აღარ არის უკვე ამასთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ მალხაზ გორგაძეს ამასთან ერთად გიდგენთ ერთ პირს საწარმოო კოკო 92-ზე მიერ გაცემულ საგარანტიო წერილს გთხოვთ გაგეტაროთ რეგისტრაციაში ჩვენს მიერ გაცემული საგარანტიო წერილი აღებულია 99-25 ბალანს გარეშე ანგარიშზე ნონიაშვილი ხო ხედავთ რაღაც ახალი ფირმები და ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციები შემოდის ვინმე ჩიტიძეს ბანკის ზედამხედველობის სამსახურის უფროს გასწორებით რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჰქონდა შეჩერებული სავალუტო ანგარიშსწორების ანგარიში ვინაიდან არ იქნა გადმორიცხული მოზიდული სახსრების თანხა 15 სექტემბერს სარევიზიო ფონდში გადმორიცხეთ მოზიდული თანხების სახსრების თანხა და გთხოვთ გაგიხსნათ სავალუტო ანგარიშსწორების ანგარიში მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ისინი თვითონ წერენ იმიტომ რომ ვალუტის ხომ წაგიკითხეთ როგორი კურსი აქვს მათ და ეს ბაზის კურსი სხვა არის სახელმწიფო კურსი სხვა არის ბაზის კურსი 100 ჯერ თითქმის და 50 ჯერ აღემატება სახელმწიფო კურსს და აქ დიდი მოგება აქვს ამ სავალუტო იმებს ჯიხურებს რომლებიც მოქმედებენ ქალაქის მასშტაბით და რაიონებში ასე რომ ეხლა ამ გზით აპირებენ კიდევ ესე იგი დამატებითი თანხების მიღებას ეს არის მძარცველთა და ყაჩაღთა ბანდა ხუნტა რომელიც აიაგებს სახელზე გვაქვს მათი შემოქმედება ბრჭყალებში სალაროს 5 დღიური ანგარიში 11-15 სექტემბერი 94 წელი 627.454 636.954 13.457 226.118 5.163.546 7.267.489 11.480 და 80.999.000 ნონიაშვილი კვანტალიანი შემდეგი იგი კომერციული ბანკი დრო გთხოვთ რომ დასო ტელეფონებზე მიმართავენ ესე იგი სატელეფონო სატელეგრაფო კავშირის ხელმძღვანელობას ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო შემდეგი ბანკი დრო თანახმა გასცეს გარანტია ფირმა რიყეს აი რიყე ახლა არის რაღაცა რიყეს რესტავრაცია მოხდა და იქ რაღაც პატარა პარკი გაკეთდა და ალბათ თქვენ წინასწარ განჭვრიტეთ ალბათ რომ რიყეზე საჭირო იყო ჯალებში რასაკვირველია ეს ხუმრობით ვამბობ იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ გამოყოფილი იქნება კრედიტი $100,000 ფარგლებში წინა საგარანტიო წერილის ვადა 3 დღეა გაცემისგან ხელსაწერს დირექტორი ნონიაშვილი საბუთი არის გაცემული 19.04.94 ნომერი 01-223 შემდეგი გახლავთ შემდეგი ფირმა სეკის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირი ფინანსური მდგომარეობა 94 წლის 20 სექტემბრისათვის განისაზღვრება 6.0 ფარგლებით, მილიონებზე ასაუბარი გასაგებია. შემდეგი არის ჩიტიძეს ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ბატონ გ.ნ. ჩიტიძეს. გასცემთ რომ მიმდინარე წელს სარეზერვო ფონდში გადმორიცხული იქნა ზედმეტი თანხები 1 სექტემბრამდე. ზედმეტს ვინ გადმოგირიცხავდათ ახლა რა სასაცილო არის რა ტირალი რომ არ იყოს. გთხოვთ დაგიბრუნოთ ზედმეტად დარიცხული თანხა 3.186.400 კუპონის ოდენობით, რომელიც კლიენტების ანგარიშის სწორების ანგარიშიდან არის გადმორიცხული და სურთ მათი გადარიცხვა. ეს ბავშვობა და ზღაპარი არის, ამას ბავშვიც არ დაიჯერებს. შემდეგი არის რა აქ ჯერ ითხოვენ გახსნას კიდევ ახალი შემდეგი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის უნივერსალი 94 მათზე რომ კომერციულ ბანკში დრო გახსნილი აქვს ანგარიშის სწორების ანგარიში ნომერი 100 477 553 და საწესდებო ფონდის შევსებული აქვთ 1 მილიონი კუპონით დირექტორი ნონიაშვილი კვანტალიანი. შემდეგი გახლავთ რა
აქ ეძლევა ასია იოსების სასულ შაჰბაზოვას მასეთ რომ იგი ნამდვილად მუშაობდა კომერციულ ბანკ დროში 94 წლის 1 ივნისიდან 94 წლის 1 სექტემბრამდე ჩვენთვის ნამდვილად არ არის საინტერესო შემდეგ არის მონაცემები დოკუმენტით 01-227 სალაროს 5-იანი ანგარიში 6-დან 10 სექტემბერი 94 222.500 286.260 106.062.000 5,662,720 6,187,542 11,960,000 და 733,293 ნონიაშვილი კვანტალიანი შემდეგი არის ეძლევა ერთი პირის საწარმო იმედს მასზე რომ კომერციულ ბანკ დროში გახსნილი აქვს ანგარიში სწორების ანგარიში ნომერი 100,468,222 და საწესდებო ფონდი შევსებული აქვს 300,000 კუპონით ნონიაშვილი კვანტალიანი შემდეგი არის რა არის ხო ვინმე ლუბა ვლადიმერის ასულ თვაური ლუბა ეძლევა ცნობა 9.04.94 საბუთის ნომერი 01-225 ეძლევა თვაური ლუბა ვლადიმერის ასულ მასზე რომ იგი წარმოადგენს ფირმა სანდრ LTD-ს პრეზიდენტს და ანგარიში გახსნილი აქვს კომერციულ ბანკში დროში ნომრით 30,468,393 ფირმა გადამხდელ უნარიანია და ნაშთი 01-07-94 წლის დროისათვის შეადგენს და არ არის მიწერილი რას შეადგენს არ ვიცი ეხლავე გავიგოთ შემდეგ კიდევ არის ეს დოკუმენტი ჩაკრული ეძლევა გაძაკაშვილი გელა ალექსანდრეს მასე რომ საერთოდ არსებობენ კი ესენი ფირმა გაძაკა პრეზიდენტს და ანგარიში გახსნილი აქვს კომერციულ ბანკ დროში 30,486,494 ფირმა გადამხდელ უნარიანია და ნაშთი 01-07-94 დროისათვის შეადგენს 423,660 კუპონს ნონიაშვილი შემდეგი არის ეს გაძაკაშვილი ისევ გაძაკა ეს რუსულ ენაზეც არის და ქართულ ენაზეც არის გაკეთებული შემდეგ არის დრო ფირმა სატევარის ანგარიში გახსნილი აქვს ჩვენს ბანკში ფირმას დავალიანება სხვა რაიმე კრედიტი არ აქვს სადღა არის ის თქვენი აქ იგივე არის დრო სანდრ LTD-ს მე წაგიკითხე თვაური ლუბაზე ეს წაკითხული მაქვს რუსულ ენაზეც აკეთებენ ესე იგი რუსეთთან პირდაპირ კავშირები აქვს აი აქ არის რუსულ ენაზე კომერციული ბანკი დრო ადასტურებს რომ ქართულ რუსულის ერთობლივი ესე იგი სამეცნიერო საწარმო კორპორაცია ენერგია ფლობს ფონდს ეხლავე გეტყვით 217 მილიონ რუბლს აქედან ერთი წუთით გადავთვალოთ 200 მილიონი რუბლი არის უძრავი ქონების სახით და ასევე ფულის სახით კი არის 170 მილიონი ეხლა აქ არის ესე იგი სუბუქი ასევე არის სუბუქი ავტომანქანა უაზი 169 რომელიც ის 1,680,000 რუბლი ზილ 130 სატვირთო ავტომობილი რომელიც ღირს 1,566,000 სპეციალური სამონტაჟო სისტემა რადიოაპარატურა და 20 ერთეულის ღირებულების არის სულ 1,26,000 რუბლი ინვენტარი არის 4,800,000 რუბლის ელექტროტექნიკა ესე იგი საწარმოებისათვის სპეციალურად საპროექტო და კონსტრუქტორებისათვის ტექნოლოგიური ბიუროს
საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიუროსთვის. ასევე შენობა თავისი ექსპერიმენტული იმებით, განყოფილებებით და ბალანსი იმყოფება და ღირს 12 მილიონი მანეთი რუბლი მაპატიეთ. ასევე საწარმო დაწესებულება რომ ორიონი მექანიკური თავის მექანიკური საამქროთი რომელიც ღირებულება შეადგენს 90 მილიონ რუბლს. ასევე ახალ ციხის ელექტრო ქარხანა რომელიც არის მისი რა ქვენ პალივოვა ტრანსპორტა ღირს არის იგი ერთი წუთით 88 მილიონ 918,000 დირექტორი ბანკის ნონიაშვილი. ესე იგი რას არ იგონებენ და რას არ თხზავენ. ესე იგი საბურთალოს ექსი ბანკის მმართველს ეს არის რომ მას უნდა ანგარიში გახსნას ავტოქტონთა საზოგადოება ახალგაზრდა ავტოქტონთა საზოგადოებას უნდა ანგარიშის გახსნა და წერენ ამაზე განცხადებას. მთაწმინდის ბუღალტერს ბანკის მთავარ ბუღალტერს 7 სექტემბრის კომერციული ბანკი დროს მიერ რეესტრით ნომერი 90 შეცდომით იქნა გადარიცხული მთაწმინდის ბენსოს ბანკში 37 მილიონ 226,910 კუპონი და მრეწვშენ ბანკში 19 მილიონ 445,159 კუპონი და საერთო თანხა არის 56 არა ერთი წუთით 565 მილიონ 120,692 გთხოვთ დაგვიბრუნოთ აღნიშნული თანხები. კომერციული ბანკი დრო ესე იგი მისი რა ქვენ ანგარიში გახლავთ ანგარიშის ნომერი გახლავთ 70-161-924 ნონიაშვილი და კვანტალიანი. ნუ რა სულელური რაღაცები არის გატარებული. სულელური კი არ არის, ძალიან ბინძური არის და ძალიან მძიმე ჩვენთვის რომ აღვიქვათ, მაგრამ აი კიდე აქვს რაღაც სავაჭრო სამრეწველო კომპანია აჩი, რომელიც ჯერ არ ვიცით რას ითხოვს. ალბათ შეგვხვდება ეს განცხადება აქვს დაწერილი. შემდეგ 5 დღიანი ანგარიში კვლავ წარმოდგენილი არის, რომელიც ასევე მილიონებში არის წარმოდგენილი. ესე 668,500 ბოდიში 86,225,000 527,845 და ბოლოს მილიონებისკენ მივდივართ. 561,585, 5 მილიონ 372,523, 6 მილიონ 626,681. ხო, აი მანეთის თანაბარდობა კუპონზე. ახლა ცნობას ესე იგი 609-94 დოკუმენტი 01-216. 1000 ეს რიცხვი სულ მეორდება დოკუმენტის ნომერი, როგორ შეიძლება რომ ფულთან კავშირი რასთანაც არ უნდა გქონდეს, როდესაც დოკუმენტის გაცემა ან მიღება ხდება, იმას თავისი ნომერი ეწერება და როგორ შეიძლება ერთი და იგივე ნომერი მეორდებოდეს რამოდენიმეჯერ 10 ჯერ 15 ჯერ 20 ჯერ ესე იგი აი აქ საქმე გვაქვს უბრალოდ ფალსიფიკაციასთან, აქ გვაქვს პირდაპირ აფერასთან გვაქვს საქმე, რომელიც არის დასჯადი და ძალიან მკაცრად დასჯადია. ცნობა 1093 წლის 1 აპრილიდან 93 წლის 1 აგვისტომდე მანეთის თანაფარდობა კუპონთან ოფიციალურად იყო 1-1-ზე. გესმით თქვენ? ეს რა არის? ეს არის ჯიბგირების ბანდა პირდაპირ, აბა. შემდეგ ეძება ერთი პირის საწარმოს ვერა კიდე ვიღაცა რომ კომერციულ ბანკში დრო გახსნილი აქვს ანგარიშსწორების მისა 100-468-918 ეს ნომერი მე უკვე წავიკითხე და საწესდებო ფონდი შევსებული აქვს 1 მილიონი კუპონით. ესე იგი 1 მილიონი მანეთი ქონია. რაღა კუპონში მიწეს, რადგან 1-1-ზე არის 1 მილიონი მანეთი ქონია რუბლი და ეს
ეძება მცირე საწარმოს ცნობა. აპოკალიფსი, ნამდვილად აპოკალიფსია თქვენთვის. მასზე რომ კომერციულ ბანკში დრო გახსნილი აქვს ანგარიშწორების ანგარიში 30489 აი ნახეთ. ესე იგი 1-0 ჩააგდეს აქ 10.06.93 საწესნებო ფონდი შევსებული აქვს 30000 კუპონით. ეს იგი 30000 ის ქონია რა ქვენ რუბლი, რადგან იქ უკვე აქვეყნებენ ამას. შემდეგი არის ანგარიში, აგვისტოს ანგარიში 22.642.854 856.991 6,268,299 9,718,164 3,236,444 188,384 228,172 4,47,200 5,847,884 9,718,364 11,810,000 და 71,795 ნონიაშვილი კვანტალიანი. ვინმე სააკაძე, გურამ სააკაძე მუშაობდა, ნამდვილად მუშაობდა თუნე კომერციულ ბანკ დროში 1993 წლის 13 მაისიდან, ასე რომ პასუხისგებლობა მასაც ენიჭება. ეკისრება მაპატიეთ. თავისუფლების მოედანი ბანკი გულანო მართლს გიორგი კიკალიშვილს. თავისუფლების მოედანი ნომერი 4 კონტრაქტს თქვენი ფირმა წმინდა მართა. პრეზიდენტი ირინა კორბერაშვილი. მიერ გატანილი სესხი თუ არის დაფარული და ვის მიერ? თქვენგან მისაღები წერილი პასუხი გვესაჭიროება ჩვენს მიერ ირინა კორბერაშვილი მიმართ ქალაქ თბილისის პროკურატურის წარდგენილი მასალებიდან დაკავშირებით როგორც განმეორებით ჩადენილი ქმედება. ნონიაშვილი და ბართაია, იურისტი ბართაია და დირექტორი ისა. ის კიდევ შემდეგი არის საწარმოო ჯულია კომერციულ ბანკ დროში გახსნილი აქვს ანგარიშის ნომერი არის 100,219 და 25.08.94 წლის მდგომარეობით ანგარიშის ერისხები 100 მილიონი 1000 ბოდიში 1 მილიარდი მაპატიეთ რა თუ შეიძლება 1 მილიარდი კუპონი. ეს იგი 9 ნულიანია, 1 და 9 ნულიანი, 1 მილიარდი კუპონი. ოჩა, კარგად ნონიაშვილი და კვანტალიანი, რაჯობია მას. ამის გულისთვის გაგვაუბედურეთ, თქვი არ ამზადებო თქვენა. ამის გულისთვის რა ჯაბა იოსელიანს ფული ჩაატანეს საფლავში თუ ანტონიანს ჩაატანეს ფული და მის შვილებს დარჩა გონია ნახოთ რა დარჩებათ და რა არ დარჩებათ. ცნობა პასუხისმგებლობის საზოგადოება იმპულსი მასეთო კომერციულ ბანკში დრო გახსნილი აქვს ანგარიშწორების ნომერი 100,468,620 და საწესდებო ფონდი შევსებული აქვს 25 მილიონი კუპონით. ეს იგი 25 მილიონი რუბლით 100 არის და უკვე მონაცემებით რომელიც თავად მოგვაწოდეს როგორი კურსი არის. საქართველოს ეროვნულ ბანკს გიგზავნით რაღაც საბუთებს, ის საბუთი ჩვენ არ ვიცით რა საბუთებია. ეს გავსშალოთ შეიძლება რა წერია აქ. ხო აქ არის თანხებისა და მისი მასობრივი 92 წელს გადარიცული თანხებისა და მისი მასობრივად გამოყენების შესახებ. მაგრამ აქ თანხები მიწერილი არ არის, არც ერთზე არ არის მიწერილი თანხები, მაგრამ აქ არის სულ რუსეთში, სულ ყველა უკრაინაში, რუსეთში გადარიცხული რაღაცა ისე კონტურმა გადარიცხა, ივერია კომპლექსმა გადარიცხა, ესე იგი მერე კიდე ალმანახმა გადარიცხა, ეს მთლიანად არის სულ რუსეთში, მაგრამ რა თანხები არის, არ არის მითითებული გადარიცხული თანხები.
ავიზოს თარიღები მითითებული არის, მაგრამ არ არის მითითებული თანხების რაოდენობა. შემდეგ გადავსვირდეთ სხვაგვერდზე. აქაც რუსეთში არის. კოსტრომსკაია ობლასტ კოსტრომის ოლქში, რუსეთის სანქტ-პეტერბურგში, კიდევ სანქტ-პეტერბურგში არის. აი აქ უკვე გაჩნდა რაღაცა რიცხვი. აი აგერ გაჩნდა რიცხვი, სულ აგერ არის, მაგრამ ძალიან ცუდად იკითხება. რამდენი არის? ერთი წუთით. 1 2 3 4 5 6 113 მილიონი 464,000. შემდეგი არის 1 2 3 4 5 6 226 მილიონი და ასე შემდეგ. 150 მილიონი რუსეთში, აი წინა ის რაც აგიკითხეთ, ესე იგი რუსეთი არის ოლში, ქალაქ ორიოლში, მახაჩკალაში არის ასევე გადაგზავნილი და უკრაინაში არის კიევში 150 მილიონი. შემდეგ რუსეთში არის ესე იგი კოსტრომსკაია ობლასტ კოსტრომის ოლქში არის ერთი წუთით ნახო 3 156 მილიონი 1 2 3 4 5 6 7 156 მილიონი 627,000 რუბლი. აქ არის ერთი წუთით 1 2 3 4 5 6 38 მილიონი სანქტ-პეტერბურგში, 132 მილიონი 500,000 არის კიდევ სანქტ-პეტერბურგში. ლენტეხი გადაგზავნა ერთი არის პირველი, რომელიც აგიკითხეთ, ეს კოსტრომაში გადაგზავნა ალრეტი კოპ რაღაც ვითომ ისინი არსებობდა აქ საქართველოში, ისინი მეურნეობები, რისი მეურნეობები, რა მეურნეობები, კოოპერატიული ისე რა ქვენ საქონლის რაღაცა ის კოოპერატივი ფირმა ალრეტი ივერია კომპლექსმა გადაგზავნა უკვე მოგახსენეთ 38 მილიონი და ლენტეხმა გადაგზავნა 132 მილიონი 500,000. რაჯობია ამას. აბა ეხლა რუსეთში გადაგზავნილი არის ფირმა მადონამ რუსია ივანოვოში, ქალაქ ივანოვოში გადაგზავნა 500 1 2 3 500 მილიონი. კომერციული ფირმა ალგეთი ესე იგი კოსტრომის ოლქში კიდევ გადაგზავნილი იქნა 1 2 3 მილიონ 314,500. ესე ივერია კომპლექსმა ქალაქ მოსკოვში გადაგზავნა 71 მილიონ 120,000. შემდეგი არის ქალაქ მოსკოვში გადაგზავნილი ფირმა კრიოს მიერ 47 მილიონ 500,000. ასევე აღმაშენებელი ფირმა გადაგზავნა ერევანში, სასომხეთში გადაგზავნა 13 წუთით როარ შემეშალოს 1,350,000. აზერბაიჯანში ბაქოში ესე ფირმა გორდა გადაგზავნა ეხლავე 2,167,616. შემდეგი გახლავთ აზერბაიჯანი ბაქო სატევარმა ფირმამ გადაგზავნა 1,350,000 რუბლი. ვითომ რისთვის გადაგზავნეს? აი ვიკითხოთ. არ წერია. ადანიშნულებისთვის ნამდვილად არ წერია. აი აქ არის ესეთი თანხები. უყურეთ, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შედარებით, ხო. ეხლა წაგიკითხავთ, ოღონდ ეს წასაკითხა ძნელი არ არის.
სადაც ავიზოთი არის ავიზოები გაკეთებული კონტური ნომერი 108 კონტური ნომერი 108 ერთი წუთით აიახლავე გადაგზავნილ იქნა ეს იგი ნომრებს აგიქნათ და აქ არის ესე 17,308,448 კონტური ნომერი 108 რა არის ივერია კომპლექსი ნომერი ისევ 108 უწერია ამასაც 22,666,625 ალიანსი ნომერი 110 უწერია 100 აქ დანომრილი ეს იგი 15 მილიონი ალგეთი 80 ნომერი 92 ალგეთი გადაგზავნილი არის 15,562,752 ივერია კომპლექსმა გადაგზავნა 38 მილიონი ნომრად 174 ლენტეხმა ნომრით 196 გადაგზავნა ეხლავე მოგახსენე 1,325,000 მადონამ ნომერ 184 გადაგზავნა ეხლავე 50 მილიონი ალგეთმა 162 ნომერი 162-ით გადაგზავნა 13,145,000 ივერია კომპლექსმა კიდევ ნომერით 162 გადაგზავნა 71,120,000 შემდეგ წერია ნომერი 306 მაგრამ რომელმა გადაგზავნა არ არის მითითებული ეხლავე მოგახსენებთ ოღონდ რიცხვს რამე 1 2 3 155,627,520 კრიო ნომერი 223 გადაგზავნილი აქვს ეხლავე 1 2 47,500,000 აი ეს სიბინძურეები ხდება საქართველოში და ამაზე ყველა თვალს ხუჭავს დავით აღმაშენებელი ნომერი 20 ესეც ავიზო ესე იგი აღმაშენებელი ნომერი 199 ნომრით მილიონ კი არა აქ ერთი ნიშნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 მილიარდი და აქ კიდე ვინ გადაგზავნა აქ არ არის მითითებული ავიზო გადაგზავნილი არის და 28 მილიარდი არის გადაგზავნილი ამით წაიკითხეთ და ისი ამოვნეთ ქართველებო გაჩუმებულები რომ იყავით და დღესაც სდუმხართ რისი შიშით ვერ გამიგია გორდა გადაგზავნა ისევ ავიზო არის ეს ნომერი 123 და მე ვითომ ის არის რიცხვი წელი მითითებული არის 11.03-ში გადაუგზავნია რამდენი 216,761,672 და სატევარს გაუგზავნია 11.06-ში ვითომ ნომერი 262-ით გაუგზავნია ეხლავე მოგახსენებთ 1,350,000 ნუ აქ უკვე აბუჩათაგდება კი არ არის აქ არის ძალიან მძიმე დანაშაულებრივი ქმედება რომელიც არის ძარცვაც აჯაღობაც ფინანსური მაქინაციებიც არის აქ უკვე ფინანსური აფერებიც არის აქ ვისთან გზავნიან რა აქ არის ურთიერთშეთანხმებული ქმედებები აქ არ არის მარტო ერთი პირის მოქმედება აქ ყავთ თავიანთი მფარველებიც აქ ყავთ თავიანთი ბრძანებლებიც აქ ყავთ ისინი მეკავშირეებიც ასე რომ აქ არის ძალიან რთული სიტუაცია საიდან მოდის ეს თანხები სად გაედინება და რატომ და რისთვის და არავინ არ ყავს მაკონტროლებელი და ის კაცი კი ჩამოიტანეს აი ზუსტად იმისათვის რომ დაექციათ საქართველოს გაენადგურებინა და თვითონ მილიარდელები გამხდარიყვნენ და მთელ მსოფლიოში მოდებული ყოფილიყვნენ თავიანთი სასახლეებით, თავიანთი შვილებით და უდარდელი ცხოვრებით ეცხოვრათ და საქართველოს მოსახლეობას მათთვის პასუხი არ მოეთხოვა.
შემდეგ იურის ვიღაც ოთარ ბართაიაზე თქვენს მიერ ქალად გოგულეთში სანატორიუმის საგზურის გამოყოფისათვის გადაერიცხავს $-ებში თანხა და არ არის მითითებული რა თანხა $-ებში რა უნდა და ეხა სანატორიუმში თბილისის საქართველოში 93-12 წლებში რა $-ებში უხდიდნენ სანატორიუმებს ერთი მაინტერესებს ეხლა კოოპერაციული ესე დრო შემოსავალი 96,600,000 მილიონი 5,000 მილიონი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ შემდეგი ესე იგი ეს მომხდარა 26/12/94 შემდეგ არის კიდევ სალაროს მდგომარეობა ხუთიური შემოსავალი 625 მილიონ 100,000 შემდეგ არის 18 მილიონ არა 18 მილიონი მილიარდები არის 18 მილიარდი 18 მილიარდი წარმოიდგინეთ თქვენ ეს არის 30/12/94 ნომერი 01-311 ვიცით რა მე აქ უკვე ისეთ იმაში ვარ რა ქვია რაღაც საზიზღარ სიტუაციაში ვარ აი ეს უკვე პატარა რიცხვად მეჩვენება იმ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე რომელიც აი შემდეგ მოდის კიდევ ესე იგი კრედიტის გამცემი ბანკი კომერციული ბანკი დრო და ბანკირის დასახელება მიხედვით ბანკებიდან კრედიტები 823 საბალანსო ანგარიშზე კრედიტორს კავკასიონი ეხლავე წავიკითხოთ 900 ესე 2 მილიარდი კავკასიონი სუპერბანკი 1 მილიარდი საქმინსოც ბანკი 4 მილიარდი ნუ ყველაფერს ხო აქვს თავისი საზღვარი აქ ნამდვილად არ შეიძლება ეს დასჯადიც არ არის ეს უკვე აქ უკვე სხვა რამეზე გვაქვს ჩვენს გვაქვს საქმე როგორ შეიძლება ესეთი რამე საერთოდ ენით აღუწერელია ეს ყველაფერი აქ სულ ესეთ თანხებზეა ლაპარაკი და მე მინდა რომ სხვა დოკუმენტებიც გაგაცნოთ იმისათვის რომ რაღაც იმაზე ვიძევით გარანტიას რომ ერთი პირის საწარმო რაღაცა მაია არის გადახდის უნარიანო მას მთლიანად დაფარავს მიერ მიღწეული მოლაპარაკებების საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში წინამდელ შემთხვევაში მთელი ვალდებულების ან მისი ნაწილის შეუსრულებობისათვის ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხ ვაგებთ თქვენს როგორც კრედიტორის წინაშე და უფლებამოსილნი ხართ ჩვენთან წინასწარ შეთანხმების გარეშე ჩამოგვაწეროთ დავალიანების თანხა სესხი მასზე დარიცხული პროცენტი და დაგენებულებზე დარიცხული საურავი თქვენი საგადასახადო მოთხოვნით ჩვენ კი ანგარიშის სწორების ანგარიშიდან მითითებული არის ანგარიშის ნომერი მაგრამ თანხა არ არის მითითებული ესე იგი ჩამოგაწერო რა ჩამოგაწერო იქნებ 0 კაპიკი არ წერენ თანხას აი იმიტომ წავიკითხე რომ აქტუალში მოხდა რომ თანხა არ არის მითითებული მაგრამ ჩამოგაწერეთო ესე იგი რაღაც არის მილიარდები არის იგი და ვითომ უნდა ჩამოეწეროს და სინამდვილეში ის უკვე დიდი ხნის ჩამოწერილია და გაგზავნილია სადაც საჭირო არის იქ ნუ ეს არის რაღაც დიდი უბედურება ჩვენთვის დიდი მადლობა აი ამ დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გადმოცემისათვისაც კი მადლობთ რაღაცა ერთი პირის საწარმო ყოფილა კიდე ბეიბი რომელიც გადახდის უნარიანი არისო და მასაც პასუხს ვაგებთო და ამიტომ ჩამოაწერეთო ამასაც იგივე ისე აქვს რა ქვენ შუამდგომლობა აქვს ვინმე მალხაზ გიორგაძე ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ ყველა გვარები უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და რა არის ეს არის საგარანტიო წერილი ისევ დრო ქეთევან წამებულის რომელს უთქება შუამდგომლად 50 მილიარდი კუპონიო სესხის სახითო მიეცოს იმის თაობაზე რომ თქვენს მიერ გაცემული იქნება სესხის სახით ხო წარმოებელი კოოპერატივი დილვარდს
დილვარდს თავდებათ უნდები გარანტად თავდებათ უდგებითო რომ სახალხო მოხმარების წარმოებულ კოოპერატივ დილვარდს იმის თაობაზე რომ თქვენს მიერ გაცემული იქნება სესხის სახით 50 მილიარდი კუპონი, ესე იგი 50 მილიარდი მანეთი თქვენი წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. კუპონია თუ მანეთი, ამ კუპონებით კი დაგვაქციეთ და დაგვანგრიეთ და საერთოდ რაზეა ლაპარაკი. კომერციული ბანკი დრო ერთი პირის საწარმო ფირმა ირაკლისი ბინსოც ბანკი 100 მილიარდი კუპონი. ნუ რა უნდა თქვა? საკრედიტო სეკრეტარის გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაუფარების შემთხვევაში სესხს გამცემ ბანკს უფლება აქვს დაუფარავი თანხა. ესე წარმოიდგინეთ თქვენ 100 მილიარდი კუპონით რა შეიძლებოდა მას შეეძინა და ამიტომ მომრავლდნენ ეს თბილისში ასე მაპატიეთ და სარეველა ბალახებივით მომრავლდნენ ეს ოლიგარქები და საწყალის ხალხი კიდევ ზოგი თავს იკლავს, ზოგი თავს იწვავს, ზოგი მტკვარში ვარდება, ზოგი კიდევ რაღაც კიდევ უარეს საშინელებას ჩადის ოჯახის წევრების მიმართ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულ ქმედებებს და მე არ ვიცი საერთოდ აქ არის ისე დანაშაულებრივ ქმედებებთან გვაქვს ადგილი რომ არაფრით არ შეიძლება რომ ეს ისე დარჩეს. სწორედ ამიტომ არ უნდათ მათ კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან ზესაუბარი. ეხლა მე წაგიკითხავთ იმას აქვე არის წარმოდგენილი საგარანტიო წერილი ასევე ბახტიონ ენერგო ბანკი 28 ივლისი 94 წელი ბახტიონის ქუჩა ბახტიონი ენერგო ბანკი ბახტიონს მართველს საგარანტიო წერილი კომერციული ბანკი დრო მდებარე თბილისი ქეთევან-წამებულის 25-ში უდგება გარანტად ერთი პირის საწარმო ირაკლის მაიას ასევე მდებარე ქალაქი თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი 38 წილადი 16-ში და ასევე ტიციან ტაბიძის ქუჩა ნომერ 40-ში იმის თაობაზე რომ თუ თქვენს მიერ გაცემული იქნება სესხის სახით 4 მილიარდ 800 კუპონი და 100 მილიარდი კუპონი კიდევ რომელიც შემოვა ბანკ დროში ფირმის ანგარიშზე 100 46, 83, 16 და 100, 46, 86, 17 ანგარიშზე ვიზევით გარანტიას რომ ერთი პირის საწარმო ფირმა მაია ირაკლის არის გადახნის უნარიანი და ვალთვლიანად დაფარავს თქვენს მიერ გაწეული მოლაპარაკების საფუძველზე და აი ასე ანდობენ მილიარდებს. რა სისულელია ეხლა ვინ არის ამისი ესეთი ბრიყვი რომ ეს დაიჯეროს. აქ ყველაფერი არის ისე როგორც ვიცოდით ჩვენ ხო? კომერციული ბანკი დრო მდებარე ქალაქთან თავდებათ უდგება ასევე ვინმე კიდევ ირაკლის თბილისის ტიციან ტაბიძის 40-ში იმის თაობაზე რომ თუ თქვენს მიერ გაცემული იქნება სესხის სახით 100 მილიარდი კიდევ მოინდომა ამ ირაკლიმ ვიღაცამ 100 მილიარდი კუპონი ვიძლევით გარანტიას რომ ერთი პირის საწარმო ირაკლის არის გადახდის უნარიანი და ვალთლიანად დაფარავს და მითითებული არის მისი ადგილსამყოფელი მაგამ რასგვიშველის ჩვენ მისია ტიციან ტაბიძის ქუჩა 40 ნომერი ის ნამდვილად ან დანგრეული არის დიდი ხნის ან კიდევ ის გაქცეული არის უცხოეთში ან კიდევ სადღაც უბედურებაშია ჩვენ არავინ არ ვიცით ესე კიდევ ირაკლისთან დაკავშირებით არის ეს როგორც ჩანს ეს ირაკლი დიდი ვიღაცით ეს შეიძლება საერთოდ შევარდნაძია სულას და ჯაბაიოსელიანის ეს ირაკლი ეს ისე არის შემოგდებული რაღაც სახელები რომელიც არც კი გამოდგება დაუშვათ იმათ რომ მართვე შეპესე ფირმა მართვე მასე თუ გახსნილი აქვს ანგარიშსწორების ბანკი მაგრამ არ არის თანხა მითითებული. ნუ მართვეები აკლდათ და ეხლა კიდე ისენი უნდათ კიდე ვიცი მე შემდეგი არის კოსტავას ქუჩას სახლის 72 ბინა 40 გირაოთ ჩაბარებასთან დაკავშირებით საჭირო მიგონში აღდგენილი ცხოვრები ამოწერა და ჩვენ ბინის მესაკუთრეს შორის შეთანხმების ვიღაცის ამოწერა ჩაწერა იმიტომ თვითონ ჩაიგდეს ვითომ ეხლა ამის ბლობელობაში ბინა კვლავ გადავა ბინის კი პირვანდელ მდგომარეობაში ვალენტინა კანდელაკის მდგომარეობაში ეს რაღაც მაქინაციები ჩატარდა როგორც ჩანს და ესე იგი
არწივი აკლიათ ეხლა თუ არწივი იყო მართვე არის არწივი გვაკლია ეხლა მართვე კიდევ აი აგერ შევხვდა და ამიტომ გამახსენდა ის რომ სესხი არაუღიაო მაგრამ რას თანხებზია ლაპარაკი აქ არ არის ეს რომელია თედკოს შუამდგომლობა ეძლევა თედკოს რომ მას უნდა თანხა სამანეთო ეს ნომერი და სავალუტო ისიც არის ნომრები მინიშნებული მაგრამ რამდენი უნდა აიღოს ეს ჯერობით აქ არ არის მოხსენებული ბაქვიზია საუბარი განთიადა თავდება თუ დგება განთიადი 92 იმის თაობაზე გაცემული სესხისის განთიადი ჩვენ შეხვდა რამოდენიმე გზის ეს ამ სახელებს ატრიალებენ ეს ხომ არის მეტსახელები ამათი და ასე რომ გინდა განთიადი დაარქი და გინდა უკუნიღამე დაარქი რა მნიშვნელობა აქვს აქ რომ აქაც გარანტად უნდა რომ მთელ ვალს გადაიხდის ოღონდ უნდა მისცეთო $20,000 $20,000 ამათვის ნამდვილად არაფერი არ იყო მე ამაში გეთანხმებით ყველას იმიტომ რომ თქვენთვის $20,000 20 კაპიკია 20 თეთრიც არ არის ასე რომ ეს ვინ არის კიდევ რა გადახეს $15,000-ზე კიდევ ვინმე ხიდურელი ზაზა ხიდურელი რომელიც ცხოვრობს დავით აღმაშენებლის 191 ბინა 40 როდის იყო ახლა ბანკი შუამდგომლობას უწევდა და $15,000 ბანდიტები ახლა $15,000 ვინმეს მისცემდა რაზია ლაპარაკი თვითონვე წერენ თავიანთ ნაცნობზე ან არარსებულ პირზე და შემდეგ იდებენ ამას ისე ჯიბეში როგორც არაფერი მაგრამ ისეთი თანხები აქვს ჩადებული რომ $15,000 არაფერი არ არის ეხლა რომელიც არის ჩიქობავას საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის მთავარი სამმართველოს უფროს პოლიციის პოლკოვნიკ ბატონ ჩიქობავას 2013 ნოემბერს ჩვენსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალიკოს შორის მიიღწეული შეთანხმების საფუძველზე სასურსათო პროდუქტების შემოტანის მიზნით ჩვენს მიერ გაცემული საგარანტიო წერილის თანახმად სააქციოს უნივერსალური ბანკი იბერია ბანკის ფილიალი ნომერი 6 ბანკ ბაგებთან 93 წლის 7 დეკემბერს დადებული წერილობითი ხელშეკრულებით შეპესე ალიკომ პრეზიდენტი ელიზავეტა პისანკო სადგინდა იპოვეს ელიზავეტა პისანკო ბუღალტერი გრიგორი ჩირკინიანი გაიტანა კრედიტი $260,000 ერთი თვის ვადით. ნუ ეხლა სასაცილო სატირალი რო ესენი ყოფილან ცოლქმარი და ეხლა მიმალვაში არიან. მიმალვაში ხარ თქვენს უყველა რაზია ლაპარაკი ეხლა მარტო ისინი არიან ჩირიკიანები და ისინი მიმალვაში რაზია ლაპარაკი. ეს მაისურაძე არის საოპერაციო სამმართველოს საერთაშორისო დაქვითი თვის განყოფილების გამგეს აქ არ არის ესენი თანხა აქ არის რაღაც სასწაული თანხა ეძრება კწანისის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ფირმას მაზერო კომერციულ ბანკში დრო დეპოზიტზე ერიცხება 550 მილიონი კუპანისი 550 მილიონი რუბლი შემდეგი გახლავთ 500,000 კუპონი საწესდებო ფონდი შევსებული აქვს ვიღაცა ავაზას კიდე შეუსვა ამან ნუ ეს აქ არ არის თანხა მითითებული აქ არის თანხა მითითებული გთხოვთ დაგვიბრუნოთ ზემოთ აღნიშნული თანხიდან დრო სახსებიძე ჩიტიძეს წერს რომ სარეზერვო ფონდში გადარიცხული იქნა ერთი წუთით 16 მილიარდი 488 მილიონები კუპონის ნაცვლად ეხლა რამდენი 1 2 3 ეს იგი 26 მილიარდი კუპონის ხო დაგვიბრუნოთ ზემოთ აღნიშნული 1 2 3 დავიბრუნოთ 13 მილიარდია ვის რას უბრუნებენ, ვის ასაძლებენ, რაზია ლაპარაკი. აი ახლა უყურეთ მდგომარეობით. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დოლარის კურსი კუპონთან შედაფარდებით 0.7 მდგომარეობით $1 არის 793,000 კუპონი. ცნობა ეძნება ფირმა ელფიკოს დირექტორი ესა და ეს. ახლა აქ ვინ არიან? აქ არის იმდენი მასალა რომ მე კიდევ მრჩება თქვენთვის
ჩასაკითხი ყვარელაშვილს ეს რომელიც ჩვენი დამრბევი იყო პოლიციის გენერალ-მაიორს ბანკის დირექცია მოავლინოს თქვენი წარმომადგენელი ბანკის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისათვის მეში შემდგომ დაცვაში აყვანის საკითხის გადასაწყვეტად ხო რასაკვირველია ეს გჭირდებოდა თქვენ ყოველთვის და იმიტომ იყენებდით ჩვენს დასარბევად და გენერალი და ისინი გახადეთ 1 საათში მე აქ უბრალოდ მაინც გადავხედავ რომ ისეთი ყველა მნიშვნელოვანი არის ფიქრობ რომ მე რადგან ასე ადვილად ფურცლავ აქ არის 3 მილიონი და 30 მილიარდი მაგრამ ვინაიდან ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შრომატევადი სამუშაო აქ არის ისეთი თანხები ჩამოწერილი რომელსაც ნამდვილად ჭირდება აი მარტო აი ამ ფურცელზე რაც არის ეს არის კოშმარი ეს არის გადარიცხული მადონა, ივანო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაქო, შეპესე ინტელექტი, ბახტრიონი, სანტიკივე, შეპესე თედკო, განთიადი, ავაზა, საზოგადოებრივი წმინდა მართა. ნუ რა ვიცი რა არ მოუგონია თან საზიზღრებს არ ამზადებს დრო ეროვნული ბანკის საოპერაციო ნუ რაღაც სასწაული თანხებია დევს ამაში 280 მილიონი 188,870 არა მე მილიარდებია ბოდიში შემეშალა 1188 მილიარდ 778,472 მილიონი წარმოიდგინეთ თქვენ რა სასწაული თანხებია 1011 მილიარდი შემდეგი ქეთევან წამობილს მეაკითხეს შეპესვე ამო დროის საწესდებო კაპიტალი ეს რაღაცა უბედურებები წერია დარბაზნი შეპესე ფიფქია შეპესე და სასწაული თანხები არის მითითებული მილიარდებში და მილიონებში არის სულ და დიდი თანხები ახლა 850 მილიონი კუპონი რო ექნებათ ესე იგი ეს რას ნიშნავს იქიდან რამდენი გადაახურდავებდა წავიდოდა და აიღებდა იქ $1 მილიონ ხო აიღებდა 100%-ით არა რა სისულელია რა 1 მილიონზეა ლაპარაკი აქ არის ძალიან ბევრი ფირმები ჩამოთვლილი მე კიდევ მინდა აი ნიკესად გამოჩნდა ეს იმის რა ქვიან ნიკოლოზ ლეკიშვილის ფირმა ცნობა კომერციული ბანკი დრო მდებარეობს თბილისში ქეთევან წამებულის ნომერ 25 ბანკი დაარსდა თბილისის კალინის რაიონის სახალხო დეპუტატის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ნომერი 2088 გადაწყვეტილებით ნომერი 25 პარაგრაფი 9/11/1099 წელს წარმოიდგინეთ თქვენ და აქ არ იყო არსად ვითომ დაფიქსირებული რას ეკეთებდა საქართველოს შინაგან იმის საქმეთა სამინისტრო ან კიდევ რას ეკეთებდა ფინანსთა სამინისტრო არ იცოდე რას ამალულები იყვნენ ესენი თუ დახურეს დროებით შეიძლება გაყენეს ანგარიშები რა ვიცით უკანასკნელი რეგისტრაცია გავლილი აქვს ეროვნულ ბანკში 1993 წლის 20 იანვარს სარეგისტრაციოდ ნომერი 85-ით ბანკის დამფუძნებლები არიან სულიერი აღორძინების და ჰარმონიელი განვითარების ასოციაცია ფირმა ამირანი საქმელომუქედო ასოციაცია იმედი ფირმა ნიკე შეპესე ალფა ირმა ბაქრაძე გივი ნონიაშვილი ემზარ ელიგულაშვილი და ნუგზარ დათეშიძე დირექტორი ნონიაშვილი თამაზი ალექსიძე ქართველი უმაღლესი განათლების სპეციალისტი მექანიკოსი ცხოვრები თბილისში საბურთალოს ქუჩა მესამე კორპუსი ბინა 57 ეხა კორპუსი როგორ ეკადრება მთავარი ბუღალტერი კვანტალიანი ალექსანდრე გივიძე ქართველი დაუმთავრებელი უმაღლესი განათლებით რაში ჭირდებოდა უმაღლესი განათლება ერთი შევარდნაძემ დაამთავრა და მეორე ამას ჭირდებოდა ვერ გააკეთა მილიარდები და ვერ გაძარცვა საქართველოს ხო ნუ აქ არის ჩამოთვლილი რაღაც საშინელებები რომლებიც ნამდვილად ვეღარ ვახერხებ მე აი მას კი არა მიჭირს ამის საკითხი არ მიჭირს ნამდვილად აქ არის პიროვნებები რომლებიც ესე იგი წასულები არიან გაურკვეველ მისამართზე ფულები აიღეს და ვითომ ესენი არა ძებნაში ნამდვილად არ არიან მაგრამ აქ არის პრეზიდენტი თამარ ნადირაძე რამას ფირცხალავა ფირმა რაღაც NT ფირმას ბუღალტერი იოსებ ნადირაძე რაღაცის პოლიციკაცია ასკო თბილისში შემდეგი არის ვინმე კანდელაკის ქუჩა ნომერ 5-ში მცხოვრები ვიღაც განმარტებითი კრედიტის დასვენის ხელშეკრულებით ანალიზის საფუძველზე გაცემასთან დაკავშირებით გამოერკვა რომ ფირმა NT-ში დამფუძნებელი კანდელაკის 5-ში ბინის ძირითადი
გამქირავლის ფირმა პრეზიდენტ თამარ ნადირაძე, იოსებ ნადირაძე, სპეციალისტობით ექიმი, ამჟამად პენსიონერი როზა ობოლაძე ნადირაძისა, პიროვანტე თამარ ნადირაძე მიშელის გათხოვებამდე, ხოლო მეუღლისა გაშორების შემდეგ კვლავ კანდელაკის 5-ში, ნომერ 8-ში, ბინა 8-ში ცხოვრობდა ჩაუწერლად. ენდე ბუღალტერი რას ეძებენ ამასე ნათესავ და გაურკვეველი მიმართული დაკეტილ მდგომარეობაში არის ბინა 1 წელიწადზე მეტი. ფირმა პრეზიდენტი თამარ ნადირაძისა და ბუღალტერი იოსებ ნადირაძის მიერ პირველ რიგში ასკო თბილისისა და შემდეგ ბანკში დროს ნდობის ბოროტად გამოყენებით 300 მილიონი კუპონის მოპოვებაზე ხელშეკრულების დადებით ბანკის შეცდომაში შეყვანით მათ ნამდვილად მიზანსა და განზრახვაზე. დღეისათვის ფირმა პირველზე გაცემული კრედიტი დარწმული პროცენტით და საურავშიადგენს რაიც 1 2 25 მილიარდზე მეტი 26 მილიარდი თითოს კუპონს რომელიც დაფარვის შეგნებულად თავს არდებენ ფირმის პრეზიდენტი და ბუღალტერი. ხო თოთ ფირმა ნომერი რაღაცა პირველის პრეზიდენტისა და ბუღალტრის თამარ და იოსებ ნადირაძეების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. თქვენ რამდენი ჩაიდეთ ჯიბეში და იმას ამდენს თხოვთ. ეს არის ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია, რომელსაც დიდი სიამოვნებით და ამის მფლობელი ვინც არის, რასაკვირველია მასთან შეთანხმების გარეშე მეაუფლება არ მაქვს მის გარეშე ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თუ უცხოეთი დაიწყებს ამის გამოძიებას, ნამდვილად სასურველი იქნება, რომ ვის არის ამის მფლობელი, რომ გააქსეროქსოს და გადასცეს ინფორმით, აფორმითაც მე ხელთ მაქვს. 33 წლის 20 აპრილის ფირმა ანდრიას სახელზე კომერციული ბანკი დროს მიერ გაცემულია მოკლევადიანის ცესხი 300 მილიონი მანეთის ოდენობის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულება და ასევე სესხი დაფარული მთლიანად 94 თანხით კუპონების რაოდენობით დაუფარავს. გაიგეთ თქვენ ეს იგი რა მოგებული დარჩა 300 მილიონი მანეთი შერჩა და გადაუხადა ის ქაღალდები, რომელიც დახატული იყო და ხელის შეხებითაც კი გადადიოდა საღებავი და არამც თუ საერთოდ დასველებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, როგორც კი სისველი ერთი წვეთი მოხდებოდა, იქ უკვე აღარ არსებობდა არაფერი. აი ეს იყო სულ ეს კუპონიზაცია და აი ამით მიაღწიეს იმ ბჭყალებში იმ წარმატებულ ცხოვრებას, რომლებიც დღეს თავაწეულები დაბრძანდებიან ფეშენებელური მანქანებით, თვითმფრინავებიც აქვს და იახტები, აქ არის ყველა ის მასალა, რომელიც ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ამით არ მინდა შევჩერდე, ამაზე არ მინდა შევჩერდე, ვინაიდან ეს არის 94 და რატომღაც მე 94-ით დავიწყე, ვინაიდან ამ საქმეში ამ საქმის დოკუმენტს გაცნობილი არ ვიყავი და მაპატიეთ რომ ავიღებ აი აგერ 80 როგორც კი მოხდა კანონიერი ხელისუფლების დამხობა ბანკის ავიზო იანვრიდან ივნისის ჩათვლით 1992 წელი. ესე იგი 6 იანვრიდან უკვე დაწყებული არის აქ რაღაც საშინელი კატასტროფული ისე მე აქ ვერ წაგიკითხავთ იმ თანხებს, აქ არის მილიარდებზე ლაპარაკი. აქ არის ესე იგი თანხაზე დოკუმენტი არის სულ ერთი ნომრით 620 აი 1 2 3 4 5 620 620 გვაქვს ხდება და უყურეთ თქვენ აქ თანხები როგორ არის 1 2 500 მილიონი სულ ერთი და იგივე თანხები 500 მილიონი 168,402 500 მილიონი ეს ერთგან ჩნდება მარტო 700 მილიონი 161,005 და მეორედ ჩნდება კიდე 400 მილიონი 167,312 შემდეგ მოდის 700 მილიონი 161,005 მაგრამ მე მთავარი არის აი სულ 700-ებზე და იმაზე არის 1000 მილიარდებზე ვარ თასული და აქ ვინ მონაწილეობს მე ეს მინდა რომ გაგაცნო თუ წინ არის ყოვლისა
მინიშნებული არის აქ ივერია კომპლექსი, ჩანდაცვის სამინისტრო, ქართლის დედა, ასევე რაღაც სავანე, ასევე სავანე, აქვე არის საპატრიარქოს განყოფილება არის მითითებული, თბილისის ტაძარი, ეს კიდევ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სახალხო დასაქმების ვითომ ინსტიტუტი, შემდეგ კომპი, ფირმა, კიდე კომპი და შემდეგ არის რაღაცა ბირჟა, რომელიც არის ბირჟა, რუსულად წერია ბირჟა და არის აგრეთვე დავით აღმაშენებელი. აქ არის კიდევ ესე იგი საქართველოს ბირჟა, დიახ, საქართველოს ბირჟა, თაობათა რაღაცა განვითარების ასოციაცია, ორფეოსი, კოლხა, ბეკო, თაობათა კიდევ რაღაცის ასოციაცია, გავაზი, კოლხა, ივერია კომპლექსი, 21 საუკუნე კომპი, 21 საუკუნე კოლხა, კავკასიონი 91, ფსიქოპროექტი, თბილისის მერია, ჩვევით კიდე მერია, შემდეგ არის კობანკი დრო, აქ მოდის შემდეგ ესე იგი ის ნაციონალურ ეროვნულ ბანკში შედის ეს თანხები ყველაფერი, იქიდან ვის გამო აქვს გაცმა არ იცის, აქ ისევ მეორდება იმავე ხალხის ეს მადონა, ელდორადო, აღმაშენებელი, მირანდა, ია, ივერია კომპლექსი, 471 კონტური, რაღაც ფუძე, ესეთი ის არის და აქ არის მილიარდებზე ლაპარაკი და ვიღაც მადონა, ფირმა მადონა, რომელიც ამას ნამდვილად სჭირდება ძალიან კარგი ექსპერტიზის ჩატარება და ყველაფერი დადგება წესრიგში, ოღონდ თუ იქნება ნეიტრალური ხალხი, რასაკვირველია. ასევე არის გორდა ივერია კომპლექსი, როიტერს და რაღაც წერია ვერგავი როიტერ ცენტრი, თბილისის ცენტრ მერია დარბაზი, რომელიც მე იქ წავიკითხეთ, მშვიდობის ტაძარი, ვადექსი, გავაზი, მადონა, საკბირჟა, ფოლიანტი, ორფეოსი, ესენი სულ ყველა გზავნიან ამ ავიზოზი, მადონა, გიო, ნინო, რა კარგია და მადონა, გიო, ნინოს და იმათ არც საპასპორტო მონაცემები არის, აბსოლუტურად არაფერი, აქ არის ნომერი და 612-ით მოდის აი 6-9 და სულ 300 მილიონის ქვევით არ ჩამოდის, აქ 500 მილიონი, აქ 700 მილიონი არის რაზეა ლაპარაკი. ნინო თბილისის ცენტრ ესე და სახდა ადამიანის ფაქტიური კომედიის საკბირჟა, კოლხა, მედიუმი, სატევარი და თუწუთით გავაზი, მადონა, მშვიდობის ტაძარი. აი რითი იყვნენ დაკავებული საპატრიარქოს სარესტავრაციო განყოფილება, დოზატორი, ქართველი მამულიშვილთა რაღაც საზოგადოება, ქართველთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სეტესე კიდე რომელიღაცისა, მადონა, გორდა, პომპი ხშირად მეორდება, კავკასიონი 91, კომპი, საჩინო, თბილისი, მერია, ძალა, ესეც ყოფილა ამირანი და ასე შემდეგ. ესე იგი ორფეოსი, პროფესიული რესპუბლიკური ცენტრი, ფეიქარი, მზია, არაგი, დილვარდი, დოზატორი, გავაზი, ივერია ეს. აი ესენი არის თლიანად აქ არის ჩამონათვალი და არის მილიარდებზე საუბარი. საქართველოს ბირჟა, ივერია კომპლექსი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ივერია კომპლექსი, გრემი, აღმაშენებელი, ივერია კომპლექსი, აღმაშენებელი, ლენტეხი, მადონა, ივერია კომპლექსი, კოლხა, ორფეოსი, კოლხა, ესე იგი საქართველოს ვიხსენთ საქართველოს რაღაცისგან, თბილისის, ესე იგი და თბილისის ცენტრი,
ქართული ებრაული ურთიერთობის თბილისის ცენტრი, დარბაზი, ჰარმონიური და სულიერი განვითარების, მერე ლანდიში, ამირანი, ივერია კომპლექსი, ივერია ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, საქმბირჟა, ფსიქოაპარატუ პროექტი, ფსიქოპროექტი, კიდევ მესამე კიდევ თბილისის მერია, წყარო, 21 საუკუნე, კონტური და აქ არის შემოკარგებო მილიარდებზე საუბარი და აი ამით არიან დაკავებული თრიალეთი აქ არის ესე იგი მადონა სოხნუტი მადონა თრიალეთი ერთი ხუთგან არის ჰარმონიური სულიერი განვითარების დრო ქართული ებრაული ურთიერთობის თბილისის ტრიკოტაჟის ესა თბილისის ტრიკოტაჟის სადღა იყო მაგრამ სამეცნიერო კვლევითი დარბაზი თრიალეთი ივერია კომპლექსი კოლხა ივერია კომპლექსი კოლხა აქ სულ თანხებია აღმაშენებელი პროფკავშირები ივერია იოტა ფუძე და მოკლედ არაფერი აღარ გამოუტოვებიათ აუღიათ მე მგონი აქ ის ჰქონდათ ლექსიკონი ჰქონდათ და ლექსიკონის მიხედვით ირჩევდნენ აქ უკვე ესახელებს ის სხვანაირად ამათი მონაცემები ამას არ ციურდება იცით აღმაშენებელი ბირჟა აი აქ სულ ბირჟა ენტეხი მადონა ბირჟა გრემი ინტერლილო დილვარდი ლანა გრემი ეს ლანა ღოღობერიძე იქნება ალბათ მილიარდებით რო წავიდა აქიდან და ასევე კოლხა დიდგორი 2.29 ლალე მადონა აი აქ არის აი ამ ორ იმაში დოკუმენტში აქ არის რუსეთში გადაგზავნილი სხვადასხვა სახელმწიფოებში გადაგზავნილი იმიტომ რუსულადაც არის აქ ყველაფერი შესწავლილი და აი ეს მათი შემოქმედება და მათი სიბინძურე ყველაფერი და ეს არის ბანკის ავიზო იანვრიდან ივნისის ჩათვლით და ამას კი აწერია ბანკის ავიზო ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით 92 წელი და სახეთ ჩვენ საქართველოს ვაშენებდითო და ჩვენ საქართველოსთვის ვიბრძოდითო აგერ არიან ისინი არცად არ გააქცეულან პირიქით უფრო მატულობს აქ მათი რიცხვი და რაოდენობა ახალ შემოვიდა ახალი ლანა კიდევ აქ არის საქართველოს ბირჟა არის სარკე შემოვიდა კიდევ ეს გორდა თავისთავად იყო აქ არის ჩაკრული ესენი ჰარმონიული განვითარების გორდა ია მადონა დოზატორი კომპი საქართველოს უბედურება რა ამირანი დავით აღმაშენებელი ფილმა ვიქტორია კომედია აქ რა არის მირანდა მადონა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი მადონა დოზატორი დილვარდი კოლხა მიდი მოიგონე ხე სულელური სახელები ბირჟა იმპი ბირჟა კომპი აქ მე სულ რამოდენიმე ავიკითხავ აქ ესე იგი ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ადამიანის ფაქტორი ჰიგია ფსიქოლოგიის ინსტიტუტი რამოდენიმე ჯერ საერთოდ ვიღაც მუშაობდა ეტყობა თუ ვინ იყო თუ რაზე იყო ვერ გავიგე ვიღაც მზიასთვის მიუციათ 200,000 დოლარებზე აქ უკვე ლაპარაკი საქართველოს კვლევითი ინსტიტუტები მზიამ კიდე აიღო 200,000 ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა კიდე ამირანი კომპი ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღმაშენებელი ბირჟა ამირანი აღმაშენებელი ფირმა ვიქტორია კომედი ესე იგი მზია ფუძე ალიონი თბილისის რემედია თვილტანსაცმელი რაჯობია ამას არაფერი აღარ იყო არაფერი არ დატოვეს და რიათმის სამწუხაროა ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ ჰარმონიული სულიერი განვითარების კოლხა ია კოლხა მადონა დოზატორი კომპი ჰარმონიული სულიერი განვითარების კიდევ დოზატორი ძმები ვინ არიან ძმები რა ძმები ისინი ხო არ არიან უსახელო უგვარო და მამის სახელიც აღარ აქვს იმიტომ წაგვარჩეს მე ყველაფერი ეროვნებასა ყველაფერი ვერ გვეპოვა ეს ხალხი ძალიან ბევრს ლაპარაკობს სიგუა
პასუხი აგოს ყველაფერზე, მაგის გარეშე ესენი არ გასულა, ბევრს ლაპარაკობს გოცირძე, ბევრს ლაპარაკობს შევარდნაძე. აი იმ დროინდელი სულ ყველა ბანკის ფლობელები, ბანკის რიგითი ისენი თანამშრომლები, ყველა პასუხისმგებლები არიან, იმიტომ რომ ამ ოპერაციების ჩატარება ისე არაფრით არ ხდებოდა და არც მოხდებოდა. ოჯახის წევრებიანა იყვნენ აქ, არამც თუ მხოლოდ თითოეული პიროვნებები ოჯახებიდან. და ამიტომ იყვნენ ასე მოდებული ეს ფუძერა არის ასეთი არ ვერ გავიგე, რომელსაც 1-6 ჯერ აქვს აღებული და გაცემული არის მასზე ეს თანხები. ნუ რასაკვირველი ეს იმ ხალხის იყო, ვინც ავტომატებით გვებრძოდა, მაგრამ სამწუხარო ერთი ფაქტია და კიდევ ვაფიქსირებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, იმიტომ რომ საქართველოში შემოსული იყო უკვე საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ, როდესაც გამოაცხადა დამოუკიდებლობის აქტი, 1009 აღდგენის აქტი და საქართველო უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, საქართველოს უკვე გზა გაუხსნა საქართველოში დიპლომატიური კორპუსების შემოსვლას. ასე რომ დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები უკვე შემოსულები არიან საქართველოში, თუ არა და ნაწილი მაინც რაღაც გარკვეული ნაწილი შემოსულია და აი ყოველივე ამას ხედავენ, ისინი არ არიან ისე შემოსულები, რომ მხოლოდ დაათვალიერონ იქ დანგრევები და რაღაც. ისინი ყველაფერს აკონტროლებენ და ყველაფერს ამში ჩახედულები არიან და აქედან გამომდინარე, მათგან რატომ არ წამოვიდა ის აზრი და შეიძლება თავიანთი სახელმწიფოს მეთაურებს კი ბატონო მიაწოდეს ეს რომ რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ ამის აი ასე დატოვება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის ყაჩაღობის რაღაც განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არ შეედრება, არ ვიცი, აი მსოფლიოში რაც კი აღწერილა და რაც კი წაგვიკითხავს, ეს იყო დეტექტივი თუ სინამდვილე იყო თუ რაც იყო, მსგავსი რამ ნამდვილად წარმოუდგენელი არის ხა საქართველოსთან მიმართებაში, მე ვსაუბრობ საქართველოზე. სხვა სახელმწიფოებში რა ხდებოდა, ეს ჩემი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, მაგრამ ფაქტი ერთია, როგორც მე ვარ ანგარიშვალდებული და თუ ვარ მე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი და ვხედავ, რომ აი ესეთ რაღაც განუკითხაობა კი არ არის, აქ არის ნამდვილად დამნაშაულებრივი ქმედებებს აქვს ადგილი, სადაც შენც იქმნი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იგდებ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას იმ ხალხთან, რომლებიც აი ამ საქმიანობას ეწევიან, ნამდვილად უნდა გაერიდო და უნდა მოახსენო შენი სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, რომ ეს არის ისეთი საშიში არა ყაჩაღების, არა ბანდა, არა ეს ტერორისტები, ესენი არიან რაღაც განსაკუთრებული სახელის მატარებელი ბანდები, რომლებსაც უნდა შეურჩიო ძალიან ისეთი სრული სიზუსტით სახელი და მოახსენო შენ ხელისუფლებას, თუ არ მოახსენებ, მაშინ საკუთარ თავთან მართალი არ იქნებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ყოველივე იმის ეს არის ერთი წლის მუშაობის შედეგი. სად წავიდა ეს თანხები და აქ არის მილიარდები წასული და მილიარდი 100 და 1000 არ არის და ტრილიონებზე არის ასული და კიდეც გადააბიძეს ტრილიონებსაც გადააბიძეს. სად წავიდა? საქართველოს გაკოტრებულია, საქართველოს გამოუტანეს განაჩენი, რომ სიღატაკის ღავარს ქვემოთ არის საქართველოს მოსახლეობა. ეკონომიკა საქართველოს არ აქვს. და მის სახელით რომელიმე საწარმო, სადაც ხალხი მსახურობს და ბაზარში რომ დაუთმობ იქ რაღაცას ადგილს, იმას ქვია, რომ შენს ეკონომიკა განვითარებული, პურს რომ აცხობენ რაღაც მაპატიეთ და სარდაფებში შესული პურის მცხოვრებლები, იმას ქვია, რომ კვების მრეწველობა განვითარდა, ბარამბოს რო აცხადებენ ყოველდღე ტელევიზიით, ის ბარამბო ვისიც არის, ბოკერია ბარამიძის რო არის, ის ყველამ ძალიან კარგად იცით და რა გაუჭირდათ ისეთი, როდესაც ბოკერიას და ბარამიძეც ფლობენ მილიარდებს და აღარ იციან სასახლები სად აიშენონ და აგარაკებს იშენებენ ისეს, რომ ისეთი სასახლე მოენატრება ნებისმიერ ხელოვნების, მე მაგალითად მხატვრული საქართველოში ესეთი ხელოვნების მუზეუმი არ არის, მე რაც ვნახე თავად ინტერნეტში რაც იყო განთავსებული. რაზეა ლაპარაკი ხალხმა და ბარამბო არის საწარმო, სადაც 5 კაცი მუშაობს და იქ არის აბსოლუტურად უვარგისი ყველაფერი და ამას უწევენ რეკლამას, იმიტომ რომ ბოკერიას კიდე მშენებლობაც აბარია, ბოკერიას კიდე სხვა რაღაცები აბარია, ისეთი, რომელიც დაკავშირებული არის არა მხოლოდ მშენებლობა, რომ იყოს კიდე კარგი იქნება.
იარაღი, ნარკოტიკი, ყველაფერი და როგორ ესენი ასე უნდა ამათ ეს უნდა შერჩეთ? არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. აგერ არის სექტემბრის მონაცემები, თვეების მიხედვით არის ყველაფერი გადანაწილებული. აგერ კი ბატონო, რას ჩადიოდნენ, რას აშავებდნენ და რა სიბინძურეც ხდებოდა საქართველოში და ხალხი კიდე დამშეულები დადიოდნენ. მერე გამოიყვანეს ტერიტორიებიდან, დააცლევინეს ტერიტორიები, დაამშიეს, დახოცეს ეს ხალხი და აფხაზეთის ომის დროს კი არა, მანამდე სანამ თბილისში დაუსრულებელი მიტინგები იყო, როდესაც კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, მე იმ პერიოდს ვეხები 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა და ყველას ისე ხრედდნენ და ისე სჯიდნენ, თითქოს მათი ახლობლები იყვნენ და მათზე ესე იგი კანონი არ მოქმედებდა. როგორ იმოქმედებდა, როდესაც მათ ძარცვა ჭირდებოდა და ამ ხალხს ყველაფერი წაართვეს. ყველაფერში უვარდებოდნენ სახლებში, ძარცვავდნენ, არ ყოფნიდათ, აი ესენი, რაც მე თქვენ დაგიფიქსირეთ, ნაწილობრივ, მე ხომ მთლიანად ვერ შევძელი. და ამის შემდგომ კიდევ ვიღაცები ხმას იღებენ და ამბობენ, რომ საქართველოში და ელემენტარულად იმ ხალხისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი ბინები დაუნგრიეს, გადაუწვეს 91-12 წლებში და შემდგომში კიდევ. ავტომანქანები წაართვეს, სახლები, ბინები გაუძარცვეს, ამაზე მე თქვენ შემდეგ მოგახსენებთ, იმიტომ რომ სადაც შეიჭრენ, მოგეცით პირობა, რომ ყველა რეგიონს, აბსოლუტურად ყველა კუთხეს მიმოვიხილა, მაგრამ მთავარი იყო პირველად მე დამედო ეს დოკუმენტები, რომელიც თქვენ გაუწყებდათ იმას, რომ ეს ხალხი რისთვის მოვიდა და რას აკეთებდა საქართველოში, ეს ბანდები, ხალხი არ არიან, ბანდები არიან, კიდევ უარესი ბანდეზე უარესი არიან, რომლებიც ყველაფერს კადრულობდნენ და დღესაც კადრულობენ. შეიძლება რომ ეს ყველაფერი თუ ვიღაცის ხელში იყო, ვინც ჩვენ გადმოგცა დროებით, რომ გამოვიყენოთ დღევანდელი გადაცემისთვის, ეს ხომ სხვასაც აქვს ეს დოკუმენტები, ხო სხვასაც აქვს. კი, მაგრამ დღეს თუ არსებობს ვინმე ნეიტრალური კი არა, მასზე დაკისრებული მოვალეობა რომ უნდა იყოს შესრულებული ეგრეთ წოდებული ფინანსთა მინისტრი. მე ვამბობ ასევე საფინანსო კომისია, ასევე ვიტყოდი ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ასევე ბანკებზე, ვინც მეთვალყურეობას აწარმოებს. როგორ არ შეუძლიათ იურისტებს იუსტიციის სამინისტრო რისთვის არის, რომ ამას ვერ გამოიძიებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გამოიძიებს ამას, მაგრამ რატო უნდა გამოიძიოს? ესენი ცომ იმ დროს არის მოქალაქეთა კავშირი იმ დროს არის, ჩამოვიდა თუ არა შევარდნაძე, მაშინ არ გამოიგონა მოქალაქეთა კავშირი, ეს მათი წაღებული თანხებია. ჩემი წაღებული კი არ არის, მათი წაღებული თანხებია და ამის შემდეგ, როდესაც მე მექნება მიმოხილვა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საქმის აღზრდასთან დაკავშირებით, თუ საქმე არ აღიძვრება იმ პიროვნებიდან, ერთი გარდაცვლილია და წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ გარდაცვლილსაც მიურჩიან იმას, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, ეს ყოველთვის მომხდარა ასე და ეს წესად რჩება. დამნაშავე მერეც გაუსამართლებიათ, კი ბატონო, ზოგი გამართლებულა, ზოგი არა. აბა რატო არის რეაბილიტაცია, რატომ ქვია ზოგი გარდაცვლილის რეაბილიტაცია მომხდარა და ზოგის არ მომხდარა. ამ შემთხვევაში ვინც ზვიად გამსახურდიას ცრუ ბრალდება წაუყენა, იმიტომ რომ თვითონ მოსულიყო ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში და ეძარცვა საქართველო, გაენადგურებინა საქართველოს მოსახლეობა, გაენადგურებინა საქართველოს ტერიტორიები მთლიანად და გადაეცა სარგებლობაში სხვა სახელმწიფოებისათვის და არა ერთი სახელმწიფოსათვის. აქედან გამომდინარე, ის მოქალაქეები, რომლებიც აყრილ იქნენ თავიანთი საცხოვრისიდან და სადღაც საქათმები აუშენდა, რომელიც ისე უცხოეთის დახმარებით შემოვიდა კრედიტები და იმ თანხებში ჩაეტიენ და ის არის საქათმები, რომელიც არის ზამთარში უბედურება, თოვლი და წყალში წვანან, შემოდგომაზეც იგივე მდგომარეობაა და გაზაფხულზე და ზაფხულში კი გველებში და ხვლიკებში და უბედურებაში არიან. და იმ ბავშვებს უწყობთ თქვენ წელიწადში ერთხელ რაღაცა იმას, რომ აიყვანთ დავუშვათ იმაზე მთაწმინდას რა პარკი ქვია იმას უკვე დამავიწყე კიდეც, ყოველ შემთხვევაში საქანელებზე ბავშვებიც მოსყიდვა ასე გინდა, დამშეული ბავშვები ამით გინდათ მოისყიდოთ და იმით რა ქვენ ჟანგბადით გაბერილი ბუშტებით გინდათ დაასაჩუქროთ, რომ ჰაერში გაუშვან ისინი. რას აკეთებთ ხალხო? ფიქრობთ რა დამნაშაული გაქვთ ჩადენილი? წინარეს ყოვლისა თქვენ ურწმუნოები ხართ და ამიტომ მე უფალს ვერ ვახსენებ თქვენთან ერის წინაშე, იმ ერის წინაშე, რომელიც შემდეგ აუცილებლად მოითხოვს თქვენს გასამართლებას.
ასე რომ მე ამით არ ვაჩერებ ჩემს გადაცემათა ციკლს, იმიტომ რომ არ ამომიწურავს მე ეს დოკუმენტები ამ ფულობელთან შეთანხმებით გადაეცემა ვისაც საჭიროა თუ გადაცემული არ არის უკვე ეჭვმეპარება მე არ შემითანხმები ამ პიროვნებასთან შეიძლება ეს ყველაფერი გასულია უკვე უცხოეთში ამაში ეჭვი არ მეპარება მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც იმ პიროვნებასთან შეთანხმებით მე ყველა ღონეს ვიხმარ რომ ეს ყველაფერი გატანილი იქნეს იქ და განხილული იქნეს როგორც საჭიროა რადგან საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული ჭყალებში რასაკვირველია საფინანსო კომისია ვიღაც გილაური რომელიც დადის აქეთ იქით დღეს აქ არის ხვალ იქ არის და ვის თანხებს ხარჯავს აი ამ წიგნებს აი ეს რაც არის ეს ხომ არის იმისი მეათასეთი ეს რაღაც პატარა მონაპოვარი არის როგორც ჩანს ამის პარალელურად რა იქნებოდა ხომ კარგად გესმით ყველას მე მგონი თუ განათლება არ ეყოფა ვინმეს შეიძლება სხვას დაეკითხოს მაგრამ იმდენი მაინც გაეგება ყველა მოქალაქეს ეს იქნება საქართველოს თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე და დაინტერესებული პირი იქნება და გაესწრება ამას ყოველივეს ისე ზედაპირულად მაინც მაშინ მოხდება რაშია საქმე ასე რომ ჩემო კარგებო იყავით ფხიზლად მაქსიმალურად შეეცადეთ რომ დაეხმაროთ იმ ორგანიზაციებს იმ ხალხს იმ ადამიანებს რომლებიც ეროვნული მოძრაობის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ისინი იბრძვიან საქართველოში მომხდარი კანონიერი ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და მისი თანამდევი ყველა პროცესების გამოძიებას რომელშიც შევა არა მხოლოდ დამხობა, არა მხოლოდ ფიზიკური განადგურება, არა მხოლოდ მოსახლეობაზე თავდასხმები, არა მხოლოდ ტერიტორიებიდან აყრა და გასხვისება ტერიტორიების, არამედ აი ეს საკითხები, რომელიც ეხლა მე დაგიფიქსირეთ თქვენ და ყოველივე ამაზე უნდა აღიძას საქმე და პასუხისმგებლობა დაეკისოს ყველა იმ პირს, ნებისმიერს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, თავის ოჯახის წევრებთან ერთად, იმიტომ რომ ერთი მოქალაქე, ერთი პიროვნება ამდენ თანხას ვერაფრის დიდებით ვერ მოიხმარს. Არჩევ რომ დაიბადოს ამ ქვეყანად. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დროებით გემშვიდობებით.